45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესაძენად საქართველოს რკინიგზამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი დაახლოებით მილიარდი ლარის ღირებულებისა და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება. ახალი ელმავლების პარალელურად იგეგმება ხაშურში თანამედროვე ტექნიკური მომსახურების დეპოს მშენებლობაც. რა მნიშვნელობა აქვს პროექტ საქართველოს რკინიგზისთვის, როგორ შეიცვლება კომპანიის საოპერაციო შესაძლებლობები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე. ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან ლაშა აბაშიძესთან ერთად ვისაუბრებთ. ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. თავდაპირველად ტენდერის შესახებ რომ გითხრათ, საკმაოდ სერიოზული თანხის და მოცულობაზეა საუბარი, მილიარდი ლარის მოცულობის სატენდერო განაცხადების მიღებას ვარაუდობთ. შესაბამისად, საინტერესოა, რა მნიშვნელობა აქვს ამ ტენდერს საქართველოს რკინიგზის განახლების პროცესში და რა მოლოდინები გაქვთ? დიახ, მოგესალმებით. დიახ, ეს ტენდერი ჩვენ გამოვაცხადეთ, ეს არის შეიძლება ითქვას ისტორიული ტენდერი, ზოგადად საქართველოს რკინიგზის ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა ამ მასშტაბის შესყიდვა. შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადეთ მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მოცემული ტენდერი, რომელიც გულისხმობს სრულად განახლებას ჩვენი სალოკომოტივო პარკის. ჩვენ მიზანი გვაქვს, რომ 45 ახალი ელმავალი, თანამედროვე ელმავალი შევიძინოთ. ეს მოგცემს საშუალებას, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ჩვენი სატვირთო გადაზიდვები და გაცილებით ეფექტიანები გავხდეთ და გაცილებით სწრაფი რკინიგზა გქონდეს. სიტუაციაშია რკინიგზის ლოკომოტივები და შესაბამისად საინტერესოა ეხლა რაც გვაქვს ეს რა შესაძლებლობებს გვაძლევს სანამ დაუშვათ ახალი შემადგენლობები გვეყოლება. დიახ, დღეს სამწუხაროდ ყავს ძალიან მოძველებული ლოკომოტივები, შეიძლება ითქვას, საბჭოთა კავშირის დროინდელი ლოკომოტივები არის. ფაქტიურად არასოდეს არ ყოფილა ახალი თანამედროვე ლოკომოტივები საქართველოს რკინიგზაში. სამწუხაროდ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს. ყოველ დღე ელმავლები ფუჭდება, შესაბამისად ის სიმძლავრეები არ არის გადაზიდვებისთვის და შესაბამისად, რომ ასე ვთქვათ, ცოტა ვწვალობთ, იმიტომ რომ ეს ლოკომოტივები ფაქტიურად ძალიან მოძველებული და პირველი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ყველაზე კრიტიკული რაც ჩვენ გვაქვს არის რომ ეს ლოკომოტივო პარკი მთლიანად განვაახლოთ. ამ სიტუაციაში, როდესაც ასეთ მდგომარეობაში გაქვთ ეს ლოკომოტივები და თქვენ თვითონაც ახსენეთ ეს, როდესაც ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი საქართველოს დერეფანში ტვირთების ნაკადი, აი ამ პროცესში ეს რამდენად გიშლით ხელს და ამ გამოწვევას როგორ პასუხობთ? დღეს ჩვენ მუშაობთ განსაკუთრებულ რეჟიმზე. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დაახლოებით მაქსიმალურად მუშაობთ იმისთვის, რომ ტვირთნაკადი გადავზიდოთ ოპერატიულად და სწრაფად. შესაბამისად, ის რაც არის თავარი, რომ ელმავლების სიმძლავრე არის ძალიან მოძველებული და ეს პარკი არის მოძველებული, მაინც ვცდილობთ მაქსიმალურად და მუშაობთ განსაკუთრებულ რეჟიმში, რომ მოცემული ტვირთნაკადი, ასე ვთქვათ, მოემსახუროთ ჩვენ ტვირთებს და უზრუნველყოთ მათი გადაზიდვა ეფექტიანად. შესაბამისად, ეს პროექტი შეიძლება ითქვას, რომ რკინიგზისთვის და არა მარტო რკინიგზის ზოგადად ქვეყნისთვის და მისი ასე ვთქვათ პოზიციონერებისთვის როგორც ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვექნება ჩვენ სულ რამდენიმე ხანში. შესაბამისად ამ ეს ტენდერი დასრულდება ოქტომბრის თვეში და ოქტომბრიდან რა პერიოდს დაჭირდება ამ ელმავლების დამზადებას და შემოსვლას, იქიდან უკვე გაცილებით სხვა რკინიგზა იქნება, რომელიც იქნება გაცილებით ეფექტიანი და შესაბამისად გაცილებით მეტ ტვირთის მომსახურებას შევძლებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი პროექტი, რასაც ფიქრობდით და რაც ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, ეს იყო სწორედ ლოკომოტივების პარკის განახლება. თუ ბატონ ლაშა, განახლების პროცესს რაც შეეხება, თვითონ როგორი პერიოდულობით მოხდება განახლება? გასაგებია, რომ დავუშვათ ამ ელმავლების დამზადებას საკმაოდ დრო დაჭირდება, თუმცა რა ინტენსივობით მოხდება ჩანაცვლება იმისთვის, რომ დავუშვათ რეალურად არც პრობლემა შეიქმნას გადაზიდვების ნაწილში, როგორც სამგზავრო და ასევე ტვირთების გადაზიდვას გულისხმობთ და მთლიან საბოლოო ჯამში მივიღოთ ის შედეგი, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ. ჩვენ ესე იგი გეგმა გვაქვს ესეთი, რომ ოქტომბერში ამ წლის ოქტომბერში გაიხსნება ეს ტენდერი. გააჩნია ამ წარმოებელს საკმაოდ ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან დაინტერესებული, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერში. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ აქ ის რომელიღაცა დიდი მწარმოებელი მოიგებს, ყველა, იმიტომ რომ დიდი მოცულობის პროექტი არის, ასევე ჩვენ საკვალიფიკაციო მოთხოვნები გვაქვს საკმაოდ მკაცრი. გამომდინარე აქედან ვადები არის ძალიან კრიტიკული. ვფიქრობთ, რომ სადღაც
წელიწად ნახევარში უკვე დაიწყება შემოსვლა ელმავლების და ყოველ თვე იქნება ეტაპობრივი შემოსვლა, რომელიც ფაქტიურად გაუმჯობესებას პირველივე შემოსვლაზე გვაჩვენებს. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ შუადერეფნის ნაწილში გაზრდილ ტვირთებს, რა როლი აქვს ამ ნაწილში რკინიგზას? ალბათ არ იქნება სწორი ვიკითხო, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის და მე კარგად მესმის, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რკინიგზის გამართულ ფუნქციონირებას შუადერეფნის კონტექსტის გათვალისწინებით. შესაბამისად, საინტერესოა, საიდან მოდის რეალურად ძირითადად ტვირთები, ანუ რა მიმართულებს ემსახურებით და რამდენად ახერხებთ, რომ ამ ნაკადების დროული უზრუნველყოფა გადაზიდვა მოახერხოთ? დიახ, ჩვენ ფაქტიურად ვემსახურებით ტვირთს საკმაოდ კარგად და ეფექტიანად. შეიძლება ითქვას იმით, გამომდინარე იქიდან ამ სტატისტიკას გვაჩვენებს, ჩვენ გვაქვს ბოლო 10 წლეულის განმავლობაში რეკორდი, პირველი 6 წელი ჩვენ დავასრულეთ დაახლოებით 7 მილიონი ტონის გადაზიდვით. ასევე ჩვენთან უკვე არის რამოდენიმე ახალი ტვირთი, მაგალითად ნედლი ნავთობი, მაგალითად გოგირდი, რომელიც საკმაოდ მოცულობითი ტვირთებია. ამ ტვირთებს ფაქტიურად არულია ბოლო 10-15 წლის განმავლობაში. ამ ტვირთებს ჩვენ ვატარებთ და ვატარებთ საკმაოდ კარგად და უზრუნველყოფთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველა წამოსული ტვირთი გავატაროთ, ეს იქნება ექსპორტი, ტრანზიტი თუ იმპორტი. კი ბატონო, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ასევე მინდა შევეხო, ხაშურში ახალი დეპოს მშენებლობა. რას ნიშნავს ეს საქართველოს რკინიგზისთვის, რატომ გადაწყდა მისი მშენებლობა და რეალურად რა მნიშვნელობის იქნება? დიახ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია. ხაშურში ჩვენ გეგმავთ, რომ აშენდეს ახალი თანამედროვე სალოკომოტივო დეპო. ეს ნიშნავს შინაარსი არის, პრინციპში ეს ნიშნავს იმას, რომ ის ახალი ელმავლები, რომელიც შემოვა, შესაბამისი მომსახურება და შესაბამისი, ასე ვთქვათ, თანამედროვე ელმავლები იქნება, ანუ სამწუხაროდ ჩვენი დეპოების რესურსი არ იქნება საკმარისი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი თანამედროვე სალოკომოტივო დეპო აშენდეს ხაშურში, რომელიც მოემსახურება ამ 45 ახალ ელმავალს და რომელიც იქნება იმაზე, ასე ვთქვათ, ჩართული და პასუხისმგებელი, რომ გამართულად ოპერირებდეს ჩვენი ყველა ელმავალი მთლიან სარკინიგზო ხაზზე. კი ბატონო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის კომპანია ან კომპანიები, რომელსაც რეალურად მე ჩათვლით, რომ რეალურად შეუძლია იყოს გამარჯვებული აი ამ ძალიან ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს რკინიგზისთვის აი ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში. კი ბატონო, კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი და ძირითადი კრიტერიუმი არის ფასი, ასევე ძირითადი მნიშვნელოვანი კრიტერიუმები ხარისხი და გამოცდილება. როგორც გითხარით, ეს არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის ტენდერი. შესაბამისად, ამ ხელამოცულობის ტენდერში ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი დავაწესოთ. იქიდან გამომდინარე პროექტის, ასე ვთქვათ, ბიუჯეტიდან გამომდინარე, შესაბამისად ისეთი მაღალი სტანდარტი გვაქვს აღებული, რომ ასე ვთქვათ, საუკეთესო წარმოებლებს შეიძლება მონაწილეობის მიღება და შესაბამისად გამარჯვებაც. კი ბატონო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რკინიგზაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღება და რეფორმირების ნაწილიც, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ შედეგიანობის თვალსაზრისით, რამდენად სწორად მიდიხართ და რამდენად შედეგზე ორიენტირებული არის ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ამ მიმართულებით იღებთ? ჩვენ ფაქტიურად უკვე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გვაქვს როგორც ასე ვთქვათ ფინანსურ მაჩვენებელში, ყველა ფინანსური ასე ვთქვათ მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული. მაგალითისთვის ჩვენ უკვე წელს პირველი 6 თვის შედეგებით უკვე როგორც EBITDA, ასევე ეგრეთ წოდებული საოპერაციო მოგება უკვე 92 მილიონზე გვაქვს ასე ვთქვათ ასახული. შესაბამისად ეს არის დაახლოებით 25-26%-ის მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე წმინდა მოგებაში გვაქვს მნიშვნელოვანი მატება შედარებისთვის ანალოგიური პერიოდი წინა წლის 65 მილიონი წელს გვაქვს უკვე 112 მილიონი მატება, ასევე შემოსავალში გვაქვს მატება, წელს ჩვენ პირველ 6 თვეში ვაჩვენეთ უკვე 352 მილიონი, ესეც არის დაახლოებით 19%-იანი მატება წინა წელთან შედარებით. შესაბამისად, ასევე გადაზიდვებში გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ჩვენ ფაქტიურად ბოლო თვეების განმავლობაში
განმავლობაში ის მოცულობის ტვირთების გადაზრდები გაქვს, რომელიც ფაქტიურად ბოლო 10 წლეულები არ ყოფილა. მაგალითისთვის 7 მილიონი გვაქვს გადაზიდული პირველ 6 თვეში, ეს ბოლო 10 წლეულში არის ასე ვთქვათ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ვფიქრობთ, რომ ამ თვესაც საკმაოდ კარგი გვექნება და ვფიქრობთ, რომ ზოგადად წლის ბოლოს გვექნება ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი რკინიგზის ისტორიაში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს უახლოესი გეგმები გარდა ამ ტენდერისა და დეპოს მშენებლობისა რა მიმართულებით არის, ანუ რა ტიპის სიახლეებს უნდა ველოდოთ საქართველოს რკინიგზისგან? ჩვენ ფაქტიურად ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც გითხარით, სატვირთოს მიმართულებით ლოკომოტივების საკითხი, ასევე ვმუშაობთ, რომ ახალი ვაგონების შესყიდვა მოვახდინოთ უკვე წელს, უკვე რამდენიმე მომავალ 2-3 თვეში უკვე მოვახდენთ შესყიდვა. შესაბამისად, ასევე რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის, ეს არის მგზავრთა გადაყვანის მიმართულება. მგზავრთა გადაყვანის ნაწილში ჩვენ ფაქტიურად 5 მატარებელს უკვე ახალ მატარებელს დავიმატებთ მიმდინარე წელს და ასევე უკვე ვაპირებთ, რომ გამოვაცხადოთ ისევ საერთაშორისო ტენდერი და დავიმატოთ ახალი თანამედროვე 10 ახალი სამგზავრო მატარებელი. ეს ფაქტიურად მოგცემს იმის საშუალებას, რომ სარკინიგზო ყველა რეისი შევასრულოთ ჩვენ თანამედროვე მატარებლებით. აქაც საკმაოდ ისეთი გამოწვევები არის კომპანიაში, მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ყველა რეისი, ყველა სარკინიგზო რეისი შესრულდეს ახალი თანამედროვე მატარებლებით. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებებს გისურვებთ.